დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ეკა და თინა ჩხუბობენ. შენზე, შედუდუც ომათხოვარო. მოვედი, ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო, ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ, გოგო. ომარიკო, რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ თამაშე. უყურე როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე, გოგო, გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ მან, დრო იცინი ხარ. რა მისანახაობა აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანაბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭორობას ხვის იმეძის ღება, როგორ მეტავ მაგის თქმას. დანებე დედა ჩემს თავი თორე პრობლემები შეგექმნება. აი მე წკინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე, თორე თუ წუდი იმ წებში გალამელოტებ მე არ ვიყო ინგარა. ვაიმე ინგა რა ხდება, რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანაბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაიმე გაგონილა ასეთი რამეს თქვა. აიმე გაგონილა კი არა ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემი არი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში ჭორიკნებო თქვენ. ხო, აბა გეგონოთ. ლალი დედეს კმართ რომ მიდიხარ ხოლმე სამშაბათობით 8 საათზე. დედა. გაიგე ქალბატონო ეკა. წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩო ხომარიკო. აი შვილი. დედა ისეთი მაწუნის სუპი გამაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილა შენცა. მე თიკო მქვია და მაწუნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული ანა გაქვშვილა ნაჭამი ესეთი გემრიელია სოფლის მაწუნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არც ერთს. და რა უთხრა ანასტასია რომ კეშბექი იყო და მაგიტო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხო დღეს ახლა 50%-იანი კეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არის ის რა არის, არც KFC და არც კეშბექი. გოგო, მაწუნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავკაჩავთ. აბა რას ვკაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწუნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბარათი გადაიხადი. მაგაზია ხო კიდე ათლერიანი კეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია კეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავრჩით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამსაცალი მაწუნის სუპი გოგოება მოდით რა. მოკლედ მაწუნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად. საით თავდგავდივართ ჩემი ოთახიდან შევდივართ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მეწავალ. მიდი აბა შენიცი. აუ, კალიდურში ჩაიხლიცა. რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწუნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი ბიჭო, ბაიმე, რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. ბავშვებო, დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიგეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოტდოგს ვჭამდი მას. ხო და ეხლა ის ჰოტდოგი ნაკნას ტუალეტში. წადი ხო. მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსვიძის თავს გავს. მაშ ორკუთხედი არსებობს? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შეგვიშვა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი.
აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებული შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. ჯილკუ ორუე. აი მე როგორ მიყვარს ეს ქორწილის სიმღერა. რა ქორწილი ახალი წლის სიმღერაა? ოღონდ შელახული და გაპარტახებული. ერთეულად სანტად შეურაცხყოფილი და ინგლისური ენაც. აბა ნოემბერში რო იყიდე ნაძვისხეთა სახლში მოიტანე რა გეგონა. იქ სახლის ნაძვისხე არ არის, ჩემ ოთახში უნდა დავდო. აქ არ გამოიტანო, რომ დომოდე დიცვიყიდი. აუ მეც მინდა ჩემი ოთახისთვის ასეთი, თავისით რო ანათებდეს. დიახ, თავისით ანათებს, სინათლეზე იდენება. საიტია ჯერჯი, უთხარი ინგას და გიყიდის, მარტო მაგათავთ. ხოლია, გოგო ნაძვისხე იყიდა ანასტასიამ გამოდი გაჩვენო, გაგიჟდები. მყავაც გამოაყოლე დავლიოთ. კაი. ბავშვი ანასტასიას თავის ოთახში აქ ნაძვისხე და ღამე როგორ მოუპარო მას სწავლით. შედი დაიხ. ორა დებილია ვასოდა. შედი ვარ ოთახში. ნაძვისხე. ბავშვი. რა საკეთებ დებილო ბავშვი, ვიცვლი. ზიაბებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგიყვანე დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და სულშხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ ძან მიფციდენ ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში. უკაცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვეში დამეხმარეთ. კი რა პრობლემა აქვს ალბათ, აი მოგბძანდით ფეიბუქსთან. აუ ჯი ვერ შევედი იმ ტუალეტში 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, აჰა გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია გამოდი ახლა რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. ფეიბუქსის გათამაშებას ჩავდე ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე რა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდა. ესე იგი, მე აქ წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი მაგ დეცქნე კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. ფეიბუქსის ჩეკებია ესენ გავმართე. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეცი მიდე ჩავარდით მილიონდაკებში. ოღონდ დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტირილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. თიკლანილა ტალახია მანდ. საათ აბა რაზე ამბობ? შენ ფიხსაც მელზია უკვე დაიგვიანი. აუ, კაი რა, ჩემი თეთრი კეტები. მოიცა, ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის? გიო! ვახ, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და მადარტის ლობიანი გაგიჩითეთ რა. აუ, ძალიან კაი, ანუ დაიწყე ხო გიო მუშაობა? დავიწყე რომელია თუ დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა. 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა. ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს. თუ ვინმე სუნდოდეს, ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა. აუ, ძალიან კაი მოპედია გიო, ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს. ო, ჩემი მოპედია ეს. მაგით მუშაობ დამახ შეკვეთები ჩაულებრივად. აუ, დიაჩემა მომწერა, ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა. აუ, რა კაია. ლობიანზე ვთქვი, მეზობლის დაღუპვა სამწუხაროა ნამდვილად. აუ, ძალიან კაი ქალი იყო, სულ მოდიოდი ახლა მე ჩვენთან და უყვარდი ძალიან. კაი, ახლა ეგრეთ ვინერვიულებ რა, ასაკში იყო უკვე ეგ ქალი. ხო, ნუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ, ამ ლობიანს წავიღებ მე. მოიცა, ლობიანი სად მიგაქ? აუ, გლობობ მე მგონი ხა? გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ, ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რომ დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მოფთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მე ხო იცი ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის-ვაგის მოპირდაპირეთ არიან ეხლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ დედა შენიც გამჩჯის.
მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა მაგრამ მან ურავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშიერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებ და. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატებ ხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ინგა დამელოდე მეც მოვდივარ. წავედი გოგოები ხვალამდე. დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე? ფაიმე. კომუნალურების გადახდა დამავიწყდა. თეატრში უნდა წაგიყვანო. მართლა? აი მე როგორ მიყვარს თეატრი. მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ. თა ხო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, ბრას დავაწვე ახლა აქ. პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ხა ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიცა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. დაიმე 87 ლარია დედა. აი სამსათმე რო გაქვს შუქები ჩართული ხან. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 ცალი და კიდე პლუს 10, იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10, 8, 18, ხო. დაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ? რა ვიცი ვართ გოგო, ახლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ. აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება, გაკოცეთ. კარგად ირმა ჩემო კარგო. დედა რა ბრაგუნობდა გოგო ნეტა. დაიმე. ფავში დამრჩა თონეში. დედა რა მხელარი გია მაღაზიაში. გახსენით რა მეორე სალარო. თქვენ გონიეთ ახლა სალაროს გახსნიან? მე რიგამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე. ჩვენი ბარათი თუ გაქვთ? არა დო არა მაგ. გაგიხსნით. თქვენი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება. არა, არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან რა. არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით. არ გნებავთ, კი ბატონო. შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი. აუ, პური დამავიწყე. ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა. ბოდიში ვერ შევეც გაჭირებულ ხალხსა. რა გაია? და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეული სარე იმედია. ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად. ასე წამლავენ ხალხს მასონები. მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით. დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა. არ გახსნიან, ცოცხალი თავით არ გახსნიან. ვაიმე რაღაცა ვერა ვარ კარგად. აუ მოკვდა ქალი ბიჭო, წაუვიდა გული. ვაიმე გული წაუვიდა. მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწიეთ ერთი კაცით რა. კარგად იქნებით ქალბატონო. გოგოებო ხელფასი ავიღე, სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე, შოპინგზე, ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო. შენ იყო კიდე მშერი ხარ გამოსული? ხო რაღაცა დიეტიტი კლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერჰაბი, პეკინის 18, წამო. სნიკერსი. აუ რამდენი ფეხსაცმელი. უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის გაქვთ, როიჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა სნიკერჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს? ეგაც 35 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავი და უმაგრესი მოდელია. ტყავი საქონლის თუ ხორის. მე გამოდი აქეთ რა გჭირს? ძალიან მშიერი ხარ ხო? რა ორი გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოება ამას გავისინჯავ და მოვალ.
ისე რა იცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელის შოვნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის, განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი, აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ, თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა. რა კიდე არაჩვეულებრივი დღე იყო. ახალი მარტენსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფონ წაიყვანა. აუ, წამო შაურმებზე წავიდეთ. ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა. რა 240 ლარი, მანახე ჩეკი. 2 და 40, ბიჭო, წერტილი აქვს შუაში. გინდა მოიგო 10,000 ან 20,000 კი. რა კი, გოგო? და სულ გაუპერა. Paybox-ის რეკლამას უყურებთ. გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი. მე სახში კისძახებით მოიგებ მაგას. ომარიკო დადეექშა ხარ დაიპნევა და დაგვესავიან ჭიანჭველები. ხო, ნუ გათამაშება და თავის წესები აქვს. Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტს და უთებ ტელეფონის ნომერს. 10 ბილეთს ჩუქნიან და მე ყოველ გადახდი ლათლარზე Paybox-დან 1 ბილეთი კიდე გემატება. ანასტასია Paybox-ი რომელია? შენ წაგებული 20 ლარი ჩაურიცხე თეკლას ტელეფონზე? ჯერ ეს ერთი არ წამიგია. თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები. და მეორე შერას მიკონტროლებ მე ვისრას გადაურიცხავ. ესე იგი რასაც ჩაულობ, თეკლას და თიკოებს ახარჯებ. მაგაჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება. ომარიკო დადე მე თექშად არის ბოგამტრევ ხელებს იცოდე. იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი. თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამს შაქარს. პესუკი უწევსო ასე თქვა. ხო და შეეშვი დააპნევ მაგას. ესე იგი როგორც შევთანხმდით ანასტასია, ხელფასს რო აიღებ, ის ციგნების თაროხო უნდა ვიყიდოთ. ის ლამაზი შარვალი შენთვის, პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა. და 1 კილო შაქარი. Hola, რა ვახარინგა? Buenos dias. რა კარგ ხასიათზე ვართ, ქალბატონო. მარიო ჩიმაროს ყურება დაიწყე თუ რა მისალმება იყო ეს? არა, მე ხო ესპანურს ვწავლობ უნივერსიტეტში და მალე ავითვისე ძალიან. კიდე იცი რა ვისწავლე? Yo quiero un café. კაფე? კაფელს ნიშნავს? რა კაფელი ყავა მინდა მეთქი და დამისხი. აუ როგორ მიზარება სამსახურში წასვლა რა. მაგრამ ხელფასები იქნებაო 3 დღეში. მე ახალი წინდები მაქვს საყიდი, ნახატები რო კონდეს სხვადასხვა მულტფილმის. ეს ბავშვი რატო ჩდება ყოველთვის მაშინ როცა ფულზე იწყება საუბარი ოჯახში? ხო გაქვს შენ ახალი წინდები? აღარ მაქვს. ცერათიცე გაიხა ყველა. გაიხა? არა და მე დავინახე როგორ ჭრიდი მაგრად სპეციალურად ცერათიცზე. რა? ახალი სამლარიანი ნასკები. მოგივლი მე შენ, მოვრჩი ერთ საჭმლის კეთებას. აუ სამსახურში მაგარ საჭმელებს ჭამ ძალიან. რესტორნის მენიუდან არის ხოლმე. გუშინ იყო ბრაზილიურად შემწვარი ქათამი და დღეს იქნება მოხარშული ლობიო ლიბანურად. დედა ისეთი სახელები ჩამოთვალებ, кайფასიც ექნებათ მაგათ. მირჩენია რომ სახლში ვჭამო. რაც ეკერძები გავსინჯე, მივხვდი რომ სახლის საჭმელები არაფერია მაგათთან შედარებით. აჰა, ხელიც დამიწუნა ქალბატონმა. ბოდიში რომ ვერ წავ ახლა ქათამს ბრაზილიურად. აჰა, მიირთვიეს და ბუჭმელი არ წახვიდა იცოდე სამსახურში. ეს რა კერძია? რა ქვია? მაკარონი გლდანურად. ჭამე მიდი. რა კერძია? მზიებებოს 12 კბილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. ხმათურა შტერიანი. მეც მინდა ასეთი კბილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდი კედელთან დაკრიჭე კბილები, მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის. კაი გოგო, რევსეულები მართლა იზამს. მომისმინეთ, ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებოს 113. 18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შევურიოთ, ხო? ისე საიდან მოაგროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებ ცელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არც არაფერი არ გვიდგას სოფელში Paybox-ისგან და Paybox-ი არა, Paybox-ი ქვია მაგას. და ისე ჯობია ადამიანმა SMS კვითარი აიღო, ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხა Viber-ის ლინკით გაგაწევრიანებთ Paybox-ის არხზე და 5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე, ეხა პირადი კაბინეტი და მზიებებო რო ტელეფონის ნომერს ამადებდა. 10 წამში იქნა ეგ მზიებებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეცა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაყიდეთ თქვენნაირები.